თავი 29. ბრიტმარის ძლიერი თავისტკივილი აღვიძებს. ბანკის სახლში წევს თავის ლოგინში. მეზობელი კედელს ბურღავს. თაუბრუე ხვევა, ოფლიას ხამს. ძვლების ტკივა და პირში მწარე გემო აქვს. ბრიტმარის დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება დაუგროვდა, ამიტომ ყველაფერს წამსვე ხვდება. წუხელს სამისთან იმაზე მეტი დალია, ვიდრე ბოლო 40 წლის განმავლობაში ერთად აღებული. აქედან მხოლოდ ერთი დასკვნა გამომდინარეობს. გრიპი მაქვს. ეუბნება ბანკს, როცა სამზარეულოში ჩამოდის. ბანკი ლორიან ერბო კვერცხს წვავს. ძაღლი ჰაერს ყნოსავს და ბრიტმარისგან მოშორებით ჯდება. სპირტის სუნი გაქვთ. აცხადებს ბანკი და თავს იკავებს, რომ იქედნურად არ ჩაეღიმოს. მართალია, ამიტომაც ვარ ცუდად. ეთანხმება ბრიტმარი. აბა გრიპი მაქვსო? ძვირფასო, სასმელი იმუნიტეტს ასუსტებს და ადამიანს გრიპი ადვილად ემართება. კარგი, გრიპი იყოს. ბურტყუნებს ბანკი და კვერცხიან თეფშს აწვდის. გული რომ არ აერიოს, ბრიტმარი თვალებს ხუჭავს და კვერცხს ძაღლს აჭმევს. ბანკი ცივწყალს უსხამს და ბრიტმარიც სიამონებით სვამს. გაზეთში წაიკითხა, გრიპი ორგანიზმს აშრობსო. კენტის ბავშვები ხშირად ავადმყოფობდნენ. მე არასდროს გამხდარ ვარ ავად. ეუბნება ბანკს. ბრიტმარი, თქვენ სავსებით ჯანმრთელი ხართ. ჩემი ექიმიც მაგას გაიძახის. მერე ისევ წყალს სვამს. ძაღლი და ბანკი კვერცხს ჭამენ. ბრიტმარი ავადმყოფობის გამო გუნდთან შეხვედრის გადადებას არ აპირებს. ძაღლი და ბანკიც მასთან ერთად მიდიან. ძაღლი სახლის წინ ყვავილებს ყნოსავს და ცხვირს არიდებს. რადგან ისეთი სუნი აქვთ, თითქოს ღამით ზედ გადაარწყიესო. უცნობი პიცერიის დამტრეულ კართანზის და ყავას სვამს. ბრიტმარის მოახლოებაზე იჭყანება, თავის მხრივ ბრიტმარიც იღრიჭება. ფუ, რა სუნია, პიცერიაში მოსწიეთ. უცნობი ცხვირს იჭმუხნის. თქვენ ცეცხლი გეკიდათ და ვისკით აქრობდით? გრიპიანი ვარ, სრუტუნებს ბრიტმარი. ბანკი ჯოხს უშვერს უცნობს. მოკეტე და სისხლიანი მერი გაუკეთე. ეგ რა არის? ეკითხება ბრიტმარი. გრიპის წამალია, ბუტბუდებს ბანკი. უცნობი სამზარეულოში შედის და ცოტა ხანში ტომატის წვენის მსგავსი სითხით სავსე ჭიქა მოაქვს. ბრიტმარი ეჭვით წრუპავს და ძაღლივით აფურთხებს. პილპილიანია! ძაღლი მიდის და ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით წვება ხრეშზე. ბანკი ჯოხს უშვერს ბრიტმარის და უსაფრთხო მანძილზე იხევს. მოღუშული უცნობი ნაჭრით მაგიდას წმენს და ბურტყუნებს. არ ვიცი რა გრიპი გეტაკათ, მაგრამ ანთებულასან სპირტთან ახლოს ნუ მიიტანთ. პიცერია ხანძარზე არ დამისღვევია. ბრიტმარი ვერაფერს ხვდება, მაგრამ ბოდიშს უხდის ბანკსა და უცნობს და უხსნის, რომ გასართობ ცენტრში ბევრი საქმე აქვს და მათთან დიდხანს ვერ დარჩება. მერე გარეთ გადის, გასართობი ცენტრის ტუალეტში შერბის და კარს კეტავს. უკან გამოსული სვენს ხედავს. პიცერიის კარზე ანჯამებს ამაგრებს. პოლიციელი ქუდს იხდის და გაღიმებას ცდილობს. ფეხებთან ხელსაწყოების შესანახი ყუთი უდევს. კარის შესაკეთებლად მოვედი, ვიფიქრე. ჰა! ბრიტმარი კარის ნამტვრევებს დაჰყურებს. ნუ ღელავთ, მე გამოვგვი. გუშინდელისთვის ბოდიშს გიხდით. ბრიტმარი სუნთქვას იკავებს, თუმცა კბილები წეღან გამოიხეხა. არ მინდოდა გულით გკენოდათ, არ მინდა ჩემ გამო ცუდად გახდეთ. ბრიტმარი თვალდახუჭული უქნევს თავს და ელოდება საღიაზრის წყალობით, როდის გაუქრება სვენის ჩახუტების სურვილი. წავალ მტვერსას როც მოვიტან. ჩურჩულებს ძლივს გასაგონად. იცის, სვენი თვალს არ აშორებს და ფეხი ერევა, თითქოს სიარული დაავიწყდაო. ბრიტმარისთან საუბარი სვენისთვის ახალ სახლში გადასვლასავითაა. ბნელ ოთახში ხელის ცეცებით რომ ეძებ ამომრთველს კედელზე და ყოველჯერზე სხვა ოთახის ნათურა ირთვება. ბრიტმარის სამზარეულოდან მტვერსასრუტი გამოაქვს. უცნობი უკან მოსდევს. ეს თქვენთვის მოიტანეს. ხელში იესამნისფერი ტიტების თაიგული უჭირავს. ბრიტმარის ძალიან უყვარს იესამნისფერი ტიტები. ფრთხილად ართმევს უცნობს თაიგულს და ცდილობს არ ახვეს ნერვებს და არ აკანკალდეს. ბარათზე წარწერაა. მიყვარხარ, კენტი.
ადამიანის გასაცნობად წლები გვჭირდება, მთელი ცხოვრება. ასე იქცევა ბინა სახლად. სასტუმროში მხოლოდ სტუმარი ხარ. აქ არ იციან რომელი ყვავილი მოგწონს. ღრმად ისუნთქავს ტიტების სურნელს და თავის სახლს ხედავს, სადაც ყველაფერი ზეპირად იცის. აი, ჭურჭლის კარადა, საკუჭნაო, ხალიჩები, თეთრი მაისურები, შავი ფეხსაცმელები, სველი პირსახოცი სააბაზანოს იატაკზე. კენტის ნივთები. ამის გადაკეთება ან თავიდან შექმნა შეუძლებელია. ერთ დღესაც იღვიძებ და ხვდები, რომ სასტუმროსთვის მეტისმეტად ხნიერი ხარ. სამზარეულოდან გამოსული სვენს არ უყურებს. ბედნიერია, რომ მტვერსასრუტის ხმულში მისხმას ვერ გაიგონებს. ცოტა ხანში ომარი, ვეგა, ბენი, გომბეშო და დინო მოდიან. ბრიტმარი ბავშვებს ახალგარეცხილ ფორმებს ურიგებს. ვეგა ეჭვით უყურებს და ეკითხება, ნაბახუსევი ხომ არა ხართო, მაგრამ ბრიტმარი მტკიცედ პასუხობს, გრიპი შემეყარაო. დილით 3-საც ეგეთი გრიპი ჰქონდა. იცინის ომარი. სვენის შეკეთებული კარის სანძალაკი წკრიალებს და პიცერიას კეპიანი წვეროსნები სტუმრობენ ყავის დასალევად და გაზეთის წასაკითხად. ომარს ეკითხებიან, მატჩი როდის იწყებაო და საათებს ამოწმებენ. ალბათ წლების განმავლობაში პირველად აქვთ რაღაც განრიგი. წვეროსნებს ყავარჯნიანი მოხუცი ქალები მოჰყვებიან. ერთი მათგანი თვალებს ჭუტავს, ბრიტმარის თითს უშვერს და ჩიფჩიფებს. "თქვენ ხართ ჭრთნელი?" გეკითხებათ, მწვრთნელი თქვენ ხართო? ჩურჩულებს ვეგა. ბრიტმარი მოხუცს თავს უქნევს. თან მასზე მოშორილი თითს შიშით უყურებს, თითქოს ეშინია ცეცხლი არ გამოაფრქვიოსო. მოხუცი ხელებში სავსე პარკს ატენის. "შილი ბიჭებისთვის." "ხილი ბიჭებისთვის." თარგმნის ვეგა. გუნდში გოგოც ყავს. მოხუცი მკაცრად ათვალიერებს ბრიტმარისა და საფეხბურთო მაისურში გამოწყობილ ვეგას. მეორე მოხუცი პირველს რაღაცას ეჩურჩულება. პირველი მოხუცი ვეგას უშვერს თითს. "ჩვენ ჩბელი შელი უნდა ჩამო." "მეც ბევრი ხელი უნდა ვჭამო." ამბობს კმაყოფილი ვეგა და პარკში იჭვრიტება. ბრიტმარი გამალებით ისწორებს კაბას. მოხუცი ძალიან ახლოს მოდის. ლამის ცხვირზე ადებს და ბანკზე ანიშნებს. "ახალგაზრდებო, ქაქებს უთხარით ბორგი ჟეღჟი და შოშხლობს." "ქალაქელებს უთხარით ბორგი ჯერ კიდევ ცოცხლობსო." ვეგა მადიანად ახრამუნებს ვაშლს. "ჩვენზე თქვა ახალგაზრდებო?" ხითხითებს ბანკი. ბრიტმარისთვის ასე ახალგაზრდობაშიც არ მიუმართავთ. დაბნეული უთათუნებს ხელს მოხუცს და ბურტყუნებს. "გმადლობთ, დიდად გმადლობთ." მოხუცები ფეხების ფრატუნით მიდიან. უცნობი ბრიტმარის ლურჯკარიანი თეთრი მანგანის გასაღებს აძლევს. ვეგა ამბობს, მაგს უნდა გავუაროთო. მე მეგონა ეგ ბიჭი გულზე არ გეხატებოდა. "ახლა თქვენც ნუ დაიწყებთ." ყვირის ვეგა და პირიდან ვაშლის ნამცეცები უცვივა. ომარი დასცინის და ავტოსადგომისკენ გარბის. ვეგა მისდევს და მანგოსა და ვაშლებს ესვრის. ბრიტმარი მაგრად ხუჭავს თვალებს. თავბრო აღარ ეხვევა, მაგრამ გასაღებს მაინც სვენს უწვდის. გრიპიანი საჭესთან ვერ დავჭდები. სვენი მანქანაში ჯდება და პოლიციელის ქუდს იხდის. არ უნდა ბრიტმარი ანერვიულოს, აქაოდა ხალხი რა სიტყვის. პოლიციელი დაატარებს ლურჯკარიანი თეთრი მანქანითო. სვენი არც იმას აღნიშნავს, რომ კანონისა და ჰიგიენის ნორმების საწინააღმდეგოდ სალონში ძალიან ბევრნი სხედან. გომბეშო და ძაღლე საბარგულში ეტენებიან. სვენი ავტოგასამართ სადგურთან ჩერდება და ბრიტმარის ეკითხება საწვავი ხომ არ ჩავამატოთო. ბრიტმარი პასუხობს, მაგ საქმეს მე მივხედავ, თქვენ არ შეგაწუხებთო. მერე მანქანიდან გადადის და 10 წუთის განმავლობაში გაუნძრევლად დგას. ვეგა კარს აღებს, გაჭირობით ძრება მკლავებსა და ბუცებიან ფეხებს შორის, განზრახ ეფარებას სვენს და ჩურჩულებს. "შუა შლანგიდან ჯაასღით." ბრიტმარის ხმა უკანკალებს. "აქამდე უნდა მეფიქრა ამაზე, მე ხომ არასოდეს." ვეგა ხელზე ეხება. "არა უშავს მწოსნელო." ბრიტმარი უღიმის და მაისურიდან თმის ღერს აშორებს. "ბენზინს ყოველთვის კენტიას ხანდა ხოლმე." ვეგა შუა შლანგზე აჩვენებს. ბრიტმარი ფრთხილად ეხება, როგორც ცოცხალ არსებას.
ვეგა შლანგს თავსახურს ხსნის. ეს ვინ გასწავლა? ეკითხება ბრიტმარი. დედაჩემმა. პასუხობს ვეგა და ზუსტად 3 ვით იღიმება. ზრდასრულობაშიც შეგიძლიათ ლივერპულის გულშემატკივარი გახდეთ, მწვრთნელო. დღეს საფეხბურთო ტურნირის, ბორგთან გამომშვიდობებისა და მანქანაში დამოუკიდებლად ბენზინის ჩასხმის დღეა. ბრიტმარისთვის რომ გეკითხათ, იმ წუთებში 900-და 900-საც ადვილად გადალახავდა.